მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება პროფესიულ განათლებას. დღეს ვართ კოლეჯ ახალ ტალღაში, სადაც მიმდინარეობს მასტერ-კლასები. მასტერ-კლასებს ატარებენ ჩვენი გერმანელი პარტნიორი ორგანიზაციის ექსპერტები. ჩატარდა მასტერ-კლასები კონდიტერიის მიმართულებით, ჩატარდა მასტერ-კლასები ცხობის მიმართულებით. დღეს ვამზადებთ მსუბუქ, საფუარიან ცომს. ერთ-ერთ სტუდენტთან ერთად ჩემს მიერ წარმოდგენილი რეცეპტით. თელი სიზუსტით ავწონეთ საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის. ცომისგან კი მოვამზადეთ განსხვავებული სახეობის ფუნთუშეული, როგორიცაა ბრეცელი, ნიკოლაუსი და ასე შემდეგ. სამუშაო პროცესი დეტალურად ჩაიწერა სტუდენტმა, რომელიც დღის ბოლოს ყველაფრის დოკუმენტირებას მოახდენს მოხსენების წიგნში. მომწონს მუშაობის პროცესი და ის გუნდურობა, რომელსაც აქ ვხედავ. ძალიან მაინტერესებდა პირადად მენახა საქართველოში არსებული კოლეჯები, რომლებიც დუალური სწავლების მეთოდით ასწავლიან. თეორიული სწავლების პარალელურად პრაქტიკული უნარჩვევების განვითარება სტუდენტებისთვის ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა. საკუთარი უნარების დასახვეწად. დღეს ვამზადებთ გერმანელებისთვის კარგად ნაცნობ ტიპურ საკონდიტრო ნაწარმს, ორცხობილას, რომელსაც ძირითადად ჩაისთან და ყავასთან მივირთმევთ. ცომის მომზადების შემდეგ მივეცით მას სასურველი ფორმები და შუაგულში მოვათავსეთ გარგარის მოხარშული ჯემი. ბოლოს კი სტუდენტების სურვილისამებრ მოხდა ორცხობილების დეკორირება შოკოლადით და თეთრი გლაზურით. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მსუბუქი საფუარიანი ცომის მომზადება, მხოლოდ 15% ცხიმის შემცველობით. ამ ცომის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის ფუნთუშეულის მოსამზადებლად. მოწვეული სტუმარი ყავდა გერმანიიდან. მივიღეთ ყველაზე უკეთესი გამოცდილება თუ რამე შეიძლებოდა, იმიტომ რომ რაც ჩვენ არ ვიცოდით, ის გავაკეთეთ დღეს. ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთში, დღეს უკვე კოლეჯ ახალ ტალღაში, ჯარისგანათლების სამინისტრომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით 14 კოლეჯის წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების მასწავლებლებმა. ეს გახლავთ ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ თვითონ მასწავლებლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა იმსჯელონ იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რაც დღეს გვაქვს პროფესიული განათლების სისტემაში და აქედან გამომდინარე უფრო კარგად დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები, როგორ გავაუმჯობესოთ სწავლების პროცესი, ხარისხიანი განათლების მიწოდება და საერთო ჯამში მივიღოთ ის განათლება და ის სისტემა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის არის მდგრადობის გარანტია.